მოგესალმებით სვანეთიდან, მესტიის რაიონი. დღეს არის 2026 წლის 11 ივნისი. ვიმყოფები დაბა მესტიის ტერიტორიაზე. შემაღლებულ ადგილას, აგერ ხედავთ დაბა მესტიის დასახლებას. ახლა მე მინდა ვილაპარაკო კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე და აგერ პრაქტიკული მაგალითები განახოთ სვანეთის მაგალითზე. მაგრამ სანამ გადავიდოდი აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროთ უფრო დეტალურად, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენც და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. დღეს არის 11 ივნისი, როგორც მოგეხსენებათ. აგერ ხედავთ სვანეთის ქედი. ახლა იქით არის სვანეთის ქედის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი ლაილა, დაახლოებით 4010 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აი კლიმატის გლობალურ ცვლილებას რაც შეეხება. 11 ივნისია. და დააკვირდით თოვლის ხაზი გადის დაახლოებით 2400 მეტრზე ჩრდილის მხარეს, ანუ იქით აფერდებზე, სადაც უფრო ჩრდილი არის. დააკვირდით 2400 მეტრი. ახლა 2400 მეტრზე თოვლის ხაზი 11 ივნისს ეს არის, რა ვიცი, მე პირადად არასოდეს არ მახსოვს და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ არ ახსოვს ეს და ასეთი რაღაცა ალბათ, რა ვიცი, საუკუნეში ალბათ რამოდენიმეჯერ ხდება. ახლა აგერ ჰაწვალის მთა და ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, ჰაწვალის სათხილამურო კურორტის ზედასადგური ზურულდის მთა, რომელიც 2350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ახლა აქ უკვე დამდნარია თოვლი, მაგრამ დაახლოებით 1 კვირის წინ აქაც თოვლი იყო. ანუ დაახლოებით 3-4 ივნისს. თვით სათხილამურო ტრასა, აგერ ხედავთ სათხილამურო ტრასას, სათხილამურო ტრასაზეც კი იდო ცოტა თოვლი. დაახლოებით 1 კვირის წინ, დაახლოებით 2200 მეტრამდე იყო ჩამოსული. ახლა 3-4 ივნისს 2200 მეტრზე თოვლი. ეს და თან მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, რასაც მე ვლაპარაკობ თოვლის ხაზზე. მე მაქვს ლაპარაკი არა მყინვარებზე, რომელიც მრავალი ათასი წელია ბოლო გამყინვარების ეპოქიდან არის და რომელიც არ დნება და რა თქმა უნდა გლობალური კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგად უფრო და უფრო მაღლა მიიწევს, მაგრამ აქ მე ლაპარაკი მაქვს ჩვეულებრივ თოვლზე. ანუ როცა ვლაპარაკობ თოვლის ხაზზე, ჩვეულებრივ თოვლზე, რომელიც მერე დადნება ამ ზაფხულს, მაგრამ ასე გვიანობამდე არ დადნა. და აქ დაახლოებით 2200 მეტრზე რო იყო 3-4 ივნისისთვის თოვლი, ეს არის ასევე ალბათ საუკუნის მოვლენა. აი პირველი 2-3 ივნისისთვის ძალიან იშვიათად რომ თვითონ ზედა ნაწილში დაახლოებით 2300 მეტრზე, 2400 მეტრზე ზღვის დონიდან ზურულდის მთაზე თოვლი ყოფილიყო. ახლა გადავინაცვლოთ იქით. თეთნულდის მწვერვალი თეთნულდი დაახლოებით 4850 მეტრის სიმაღლე ზღვის დონიდან და მწვერვალი გისტოლა დაახლოებით 4860 მეტრის ზღვის დონიდან. ანუ ის უფრო მაღალია, მაგრამ რახან უფრო შორს არის, უფრო დაბალი ჩანს. და აგერ ხედავთ თეთნულდის ფერდებს, ანუ თეთნულდის ქვევით ალპურ ზონებს და თეთნულდის კურორტის მიმართულება. აქ ახლა თქვენ რო ხედავთ, ეს არის მზის მხარე. ანუ სადაც მზე კარგად ანათებს, ანუ ჩრდილის მხარე რო არ არის და დააკვირდით, ახლა აქიდან რა ადგილები ჩანს, დაახლოებით 2700 მეტრის სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. და შეხედეთ, შეიძლება ეს ქვედა ნაწილი 2600-მდეც კი ჩამოდიოდეს და რამხელა თოვლი დევს 11 ივნისს 2700 მეტრის ფარგლებში სიმაღლეზე. რაც არის ასევე ალბათ საუკუნეში იშვიათი მოვლენა. ახლა აქით ეს მწვერვალ ბანგურიანის მიმართულება, ეს მწვერვალი ბანგურიანი დაახლოებით 3840 მეტრის ზღვის დონიდან სიმაღლე. აი მაგალითად ახლა აქ ამ წერტილს რო ხედავთ, სადაც თოვლი დევს. ეს არის დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე და დააკვირდით ალაგ-ალაგ 2000 მეტრის სიმაღლეზე თოვლი შერჩენილია. ხოლო აქ რო ხედავთ ახლა თოვლის ხაზს,
ახლა ეს ზუსტად ძნელია თქვა, მაგრამ ალბათ დაახლოებით ასე 2500 მეტრის ფარგლებში, 2400-2500 მეტრის ფარგლებში იქნება ალბათ სიმაღლე. ნუ შეიძლება 2600 იყოს. აი დააკვირდით 11 ივნის 2500-2000 ესეც მზის მხარეა, ანუ ჩრდილის მხარე არ არის. 2500 თუნდაც 2600 მეტრის სიმაღლეზე რო იქნება მზის გულზე თოვლის ხაზი, ეს არის მართლაც რომ კლიმატის გლობალური ცვლილების გამოვლინება. რამოდენიმე დღის წინ მე ვიყავი აი იქით ამიმართულებით არის მწვერვალი შხარას მყინვართან და ვინც აქ ჩემ აქტიურობას თვალყურს ადევნებთ ამ აკაუნტზე, ამ პლატფორმაზე, ნახავდით ალბათ იქ გადაღებულ კადრებს 2550 მეტრის სიმაღლეზე არის მწვერვალის იმის მყინვარის ძირი და საკმაო რაოდენობით თოვლი იდო. ანუ ის გადაღებულია. შეხედეთ როგორი ლამაზი სანახაობაა. თან დავამატებდი იმას, რომ დააკვირდით წლის ნებისმიერ პერიოდში როგორი ლამაზია სვანეთი. კვლავ მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რასაც ხშირად ვამბობ, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლამაზი ქვეყანა, სვანეთი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლამაზი ადგილი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ახლა მე ვიმყოფები მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, ანუ საქართველოში, ანუ სვანეთში, ანუ ამ შემთხვევაში კონკრეტულად დაბა მესტიის ტერიტორიაზე. ახლა რაც შეეხება კლიმატის გლობალურ ცვლილებას რო დაუბრუნდეთ. მოგეხსენებათ რომ ლაპარაკი არის გლობალურ დათბობაზე და ასეთ შემთხვევაში თუ გლობალური დათბობაა, მაშინ თოვლი უფრო გვიანობამდე ხო ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, მაშინ თოვლი უფრო გვიანობამდე რატო არ დადნა? სწორედ ამაში არის საქმე, რომ მეცნიერები უკვე უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს ნაცვლად კლიმატის გლობალური დათბობისა, ტერმინს კლიმატის გლობალური ცვლილება. ახლა კლიმატის გლობალური დათბობის მიზეზი მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი თუ უმრავლესობა არა თვლის, რომ ეს არის გამონაბოლქვები, რომელიც ქმნის სათბურის ეფექტს. რას ნიშნავს სათბურის ეფექტი? აი დაახლოებითი შედარება რო გავაკეთოთ. მაგალითად, როდესაც მზიანი ამინდია, მინის ქვეშ უფრო სიცხეა, ვიდრე ღია ცის ქვეშ. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად მინით გადახურული სათბური რო იქნება, ან ლოჯია მინებში ჩასული და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მზის ენერგია შემოდის ხილული გამოსხივების სახით დედამიწაზე. მაგრამ შემდეგ ამ გამოსხივების გარკვეული ნაწილი ინფრაწითელი გამოსხივების სახით თუ არ ვცდები უხილავ გამოსხივებასაც ეძახიან, უკან გადის ისევ სივრცეში სითბო, რაც დედამიწას ზედმეტი გადახურებისაგან იცავს. და იგივე არის და ამ შემთხვევაში მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ გლობალურ გამონაბოლქვები, ეს იქნება მანქანების გამონაბოლქვები, ქარხნების გამონაბოლქვები და ასე შემდეგ, მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ატმოსფეროს გარკვეულ სიმაღლეზე ის გამონაბოლქვის ნაწილი აპკის სახით გადაეკრობა, ანუ აპკის მაგვარი მას წარმოქმნის ატმოსფეროს გარკვეულ სიმაღლეზე, რომელიც მეცნიერების აზრით ქმნის სათბურის ეფექტს, ანუ ისევ დაახლოებით იგივე რაოდენობით უშვებს დედამიწისკენ მომავალ სითბოს, ხოლო უკან რაც უნდა გავიდეს დედამიწიდან კოსმოსში ინფრაწითელი გამოსხივების სახით იმის დედამიწიდან უკან გაბრუნებას აფერხებს და ანუ მეტ ენერგიას აგროვებს დედამიწაზე, რაც დედამიწის გადახურებას, ანუ დედამიწის საშუალო ტემპერატურის მაღლა აწევას იწვევს. ამას ფიქრობს მეცნიერთა უმრავლესობა თუ არა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც. ამის შედეგად, დააკვირდით თქვენა პროცესები მიდის, ამის შედეგად დააკვირდით ეს ხო არის დედამიწა, აგერ ოკეანეები, ზღვები და ასე შემდეგ. ვინაიდან საშუალო ტემპერატურა მაღლა იწევს, ოკეანეებსა და ზღვებში აორთქლება იზრდება. ანუ ღრუბლიანობა იმატებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ქარებს წარმოქმნის ტემპერატურული სხვაობა დედამიწაზე. კლიმატის გლობალური ცვლილებას და ამ შემთხვევაში თუ დათბობა იქნება თუ ცვლილება, ანუ სწრაფმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ათასობით წლის განმავლობაში სტაბილურად არსებული ქარების მასებმა მიმართულებები შეიცვალეს. აქედან გამომდინარე, დააკვირდით, აორთქლება ხომ გაიზარდა ოკეანეებსა და ზღვებში. და თან ამასთან ერთად